ინტენსიური ზღვარები არიან, რომელსაც ჭირდება სპეციალური მოვლა, ოქსიგენაცია, მეთვალყურეობა. ადინმრავლოთ ანკარაში გარდაცვლილი ადამიანებს. Madhur, teşekkür ederiz. Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. მივესალმები აჭარის მოსახლეობას. მივესალმები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს, დეპუტატებს, მინისტრებს, მივესალმები თურქეთის ელჩს საქართველოში. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება გავხსნათ ეს ულამაზესი ჰოსპიტალი, რომელიც არის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის, ძმობის და მეგობრობის. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს იქნება საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სადაც ასევე სტუდენტებს ეკნებათ საშუალება მიიღონ ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის განათლება და ეს იქნებიან სტუდენტები არა მხოლოდ საქართველოსდან, არამედ საქართველოს გარშემო მყოფი ქვეყნებიდან. მე რაც დღეს ვიხილე, ჩემი თვალით ეს არის მართლაც და უმაღლესი კლასის თანამედროვე ჰოსპიტალი და უმაღლესი კლასის თანამედროვე სამედიცინო სასწავლებელი. ჩემს ახალგაზრდობაში მე მქონდა ბედნიერება მესწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, მე გახლავართ პროფესიით ექიმი, ჩემი პირველი სპეციალობით და მე ნამდვილად შურს, როდესაც კეთილი შურს იმ ადამიანების, ვისაც ექნება საშუალება, რომ დღეს ასეთ სამედიცინო სასწავლებელში ისწავლოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე, რომ ჩვენი მეგობარი ეროვნებით ქართველი თურქეთის და საქართველოს მოქალაქე ისმეთ მიქელაძე, რომელიც არის ცნობილი ექიმი, ცნობილი კარდიოლოგი, დღეს აი ამ კედლებში მოღვაწეობს და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მისი მართლაც პირველ რიგში მას გაუზიაროს, მისი გამოცდილება მივიღოთ და ასევე ქართველებს და საქართველოში მყოფ ადამიანებს და ასევე აქ ჩამოსულ ტურისტებს ეკნებათ საშუალება, რომ მიიღონ ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და ასევე განათლება, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ინვესტორებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის. ეს არის მართლაც და საამაყო, რომ ჩვენ დღეს გვყავს ინვესტორები, რომლებიც საქართველოში აშენებენ ჰოსპიტალებს, ასევე მრავალფუნქციური დანიშნულების სასტუმრო საცხოვრებელ კომპლექსებს. დღეს ჩვენ მოვინახულეთ რამოდენიმე ასეთი ობიექტი და მართლაც შეიძლება ითქვას, რომ აჭარა საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე დღეს ნამდვილად გამოირჩევა საქართველოში საინვესტიციო აქტივობით, ეკონომიკური განვითარების ტემპებით და ეს არის ნამდვილად სახარბიელო და სასიხარულო. ძალიან კარგია, რომ აქ $25 მილიონ მეტი ინვესტიცია განხორციელდა. 103 პაციენტზეა გათვლილი და კიდევ ემატება რამდენადაც მე ვიცი ადგილები ჰოსპიტალს. თითქმის 150 ადამიანი მუშაობს დღეს. ეს არის ძალიან სასიხარულო, რომ ქართველი და თურქი პროფესიონალები ერთად მუშაობენ ამ ჰოსპიტალში და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ნიმუში და მაგალითი ჩვენი ორი ერის მეგობრობის და ძმობის. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ
მართლაც და რამოდენიმე დღის წინ მოხდა საშინელი ტერორისტული აქტი, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ტერორიზმი ეს არის ის საფრთხე, რომელსაც ერთიანი ძალისხმევის გარეშე ვერ დავამარცხებთ და ქართველი და თურქი ხალხი ერთად დგანან ამ გამოწვევების წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, მინდა მივესალმო ასეთი მართლაც და მშვენიერი ჰოსპიტალის, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გახსნას საქართველოში და მინდა წარმატება გისურვოთ და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მართლაც და საამაყო ადამიანს ისმეთ მიქელაძეს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო აი ამ დიდი თავდადებისათვის, პატრიოტიზმისათვის დიდი მადლობა ყველა თქვენთაგანს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.